ძირფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი გიორგი ბოტკოველი. გიორგი, დიდი მადლობა რომ მოხვდით ჩემს განაცემაში. თუ პირველად ხარ, ჩაიფიქრე თუ არა? კი, ახლა ვფიქრობდი და და რა ჩაიფიქრე? რო დავამთავრებ ეგეთ. ხო, არა, მე ამდენიმე არის ჩაფიქრების ვარიანტებია ახლა აქ რა. მელიას დროზე გამოსვლა არის ერთი ჩაფიქრება. პარლამენტში შესვლა არ შესვლა ჩაიფიქრე თუ არა, მაგას ვერ გეტყვი, იმიტომ ვერ გავიგე. შედიხარ თუ არ შედიხარ? მელიას გამოსვლას ახლა ჩაფიქრება არ უნდა რა, ის რო არ გამოუშვან, კი იცნობ, კარგად ის გამოანგრევს იმ კარებს და მაინც გამოვა. ძალიან იმუქრება, ძალიან. კი. ძალიან იმუქრება. ესე იგი, აი ეგეთი მე არ მახსოვს მე სხვანაირი დიკას ვიცნობდი. ეს რა არის ისე? ხო და ეხლა ქოცების ერთ-ერთმა დეპუტატმა, მე მგონი ჩემმა კონკურენტმა ქადაგიშვილს უთქვამს, რომ ეხლა მეორე სპეცოპერაცია დაგჭირდებაო მელიას ციხიდან გამოსაყვანად. გეფიცები თუ აი მართლა ეგრე არ იყოს, შეიძლება სპეცნაზი შევიდეს და იქიდან აი ძალით გამოიყვანონ. აი როგორც მაგალითად იქიდან ნაცების ოფისიდან გაიყვანეს, ალბათ ეგ სპეცოპერაცია დასჭირდებათ, იმიტომ რომ აშკარად იმ კლეტკებიდან მარტო ხელს გვიქნევს ჯერჯერობით, ხო? მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. ესე იგი, ბოტკო, იცი რა არის, ყველას უთმობ ხოლმე ეთერს და რაღაცნაირად ეს კახეთი გამომრჩა რა. ხო, მაგრამ ჯობსტიან ვიდრე არას. ხო და აი რა ვიცი რა გითხრა. ეს ასე დავდო, ხო, რომ ჩანდეს. ეგრე დადე კი. იცი რა მონაკითხო, პრეზიდენტის სასახლეშიო ხელს აწერდნენ პოლიტიკოსები, ეგ კადრი ნახე, ხო? კი, ნახე და რამოდენიმე დავაპირეთ წასვლა რა, გვინდოდა მაინც გვენახეთ, ხელი შეიძლება არ მოგვეწერა, მაგრამ ვეღარ მივასწავით. ხო. ძალიან მცირე დროიანი სუფრა აღმოჩნდა. მაგრამ მეორე დღესაც მივიდა ერთი ადამიანი ხელის მოსაწერად, ჩუმად მივიდა, მოაწერა და წამოვიდა. ხო, მაგრამ რაღაცა მაინც გვერდზე ოთახში რაღაც პატარა სასმელი მაინც იქნებოდა, ისე არ გამოუშვებდნენ ახლა. ხო. მოდი აი გელაპარაკები, მაინტერესებდა ეს გრიგოლ ვაშაძის გამოჩენას. მაგარი კაცია ძალიან. რა შეგრძნება გქონდა? ხო, ეხლა მოდი ხუმრობა როგერზე გადავდოთ, მართლა გულდასაწყვეტი იყო ცოტა, მაგრამ საკმაო დრო დაჭირდა. როდის გააკეთა განცხადება, რომ პარტიიდან წავიდა, იმის მერე მიდის და აი მიაღწია გუშინ წინ თუ გუშინ მივიდა ევროკავშირის საელჩომდე და ავიც ნახოთ აბა ერთ პარლამენტში რას. მისმინე ბევრი იშრობე მაგის საარჩევნო კამპანია. კი, ფაქტიურად თელავში პრეზიდენტი იყო, მაგრამ გუშინ ვიყავი ჩასული თელავში, ჩავატარეთ თათბირი და გადავირჩიეთ. რამდენი პროცენტი აირჩიეთ? 51% იყო თელავში პრეზიდენტი და პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც, ორივე ტურში. მე ახლა მარტო თელავზე არ ვიყავი, თანამავდროულად კახეთის შტაბს ხელმძღვანელობდი და ფაქტიურად ერთ-ერთი და ყველაზე საუკეთესო შედეგი კახეთში დაიდო და რაღაცა მის ზოგს ვაჯერებდით, რომ კახელი იყო იქ წინანდალში. ავიცი. ეხლა კახელებს ხო იცით, ულვაშები მაინც ესეთი კახური სტილია და რაღაცა აი ვცდილობდით, რომ ყველა ულვაშიანი დაგვერწმუნებინა, რომ მისთვის უნდა მიეცა ხმა. საიდან არ მიუდეკით რომ კახელი იყო, შედეგი კი გამოიღო ჩვენმა მუშაობამ, მაგრამ მისმა მუშაობამ მის მუშაობა ცოტა გაუგებარია, ვერ გავიგეთ და ამიტომ თორე სხვა კი არაფერი. მაგრამ მაინტერესებს იცი რა, ამ შეთანხმებაში წერია რომ 53%-ია არის ეს ზღვარი, რომელიც უნდა დაწესდეს თვითონ ამ მერის არჩევნებზე თუ მეტი აიღო. ხო, რომ საერთო პროპორციული მაჩვენებელი უნდა იყოს 53%. და 53%-ს არ უნდა აცდეს ქართული ოცნება. საიდან მოვიდა თვითონ ეს 53%, საიდან გაჩნდა? არც შენი 43 იყოს? ქვეყანაში რომ ნორმალური არჩევნები ტარდებოდეს, რა თქმა უნდა 53%-ს ვერანაირად ვერ აიღებს ქართული ოცნება, მაგრამ ნახოთ რა, მთავარია ჩვენ არ მოვაპარინოთ. ეხლა მოპარვა კი ეხერხებათ, მაგრამ მთავარია ჩვენ არ მოვაპარინოთ 43-ს ნამდვილად ვერ აიღებენ. ხო. თამარჯვანიაც რო იყოს მაგ შემთხვევაში. ხო, ნუ ეხლა თამარჯვანია დიდი არაფერია. დიდი არაფერი, თამარჯვანიაც ეხლა დიდი არაფერია და ეგ არის თუ არის.
კარგი. სააკაშვილის ის ნახე, თქვენ იცნობთ მიშას ალბათ. კი, ჩემებურია. თქვენებულია კახეთში ვენახი რაღაცა ამბავი კი უსმინეთ მის გამოსვლას ბატონო. კი, რა თქმა უნდა. იქ ერთი ფრაზა თქვა, ესეთი ყურში მომხვდა. არჩევნებამდე ჩამოვალ და მე რაღაცა. ჩამოვა. ხო, რა იყო, რა გიქოს. სერიოზულად მეუბნები? ჩამოვა, აბა. მართლა ჩამოდი? რა თქმა უნდა, ჩამოდის. ჩამოდის და იქ მზადება უკვე დაწყებული ყვა ყვარელში, რაღაც გუშინ ვიყავ ქვევრები დავრეცხი, რაღაცები მოვაწყვეტე. ქვევრები დავრეცხი. ხმებთან ერთად სხვა მოსავლისთვისაც მოვეცე. კარგი, მოდი ვისაუბროთ თელავზე, ხო? თელავ ძირთად უფრო თელავში ხარ რა? კი. რა კეთდება რამე თელავში? აი სერიოზულად რაღაცა სერიოზულ დიდ პროექტებზე რო ვილაპარაკოთ, დიდი პროექტები არ კეთდება, ან რა თუნდათ ახლა დიდი პროექტი, ხო? დიდი პროექტი 2 წელი, 3 წელი უნდა ელოდოს, სანამ მე იმისი ბოლო ჩარიცხვა იქნება, იქიდან ატკატი მოვა, ან შეიძლება მანამ სანამ შენი პროექტს დაამთავრებ, შეგცვალონ კიდეც და სამსახურს სხვაგან გადაგიყვანონ, ან გაგისვან. გააკეთე რაღაცა პატარა პროექტი, იგზა დააგე 1 მეტრა დააკელი, რაღაცა და უცებ ჩაიდებ ჯიბეში წახვალ რა. უფრო სწრაფი პროექტი. კი, და ერთი სწრაფი პროექტი გააკეთეს, მაგრამ მაინც რა ვიცი, სწრაფი იყო. ერთი ჩვენი დაძმობილებული ქალაქია ბიბერახი გერმანიაში. თელავის, ხო? კი, ოდითგან დიდი ხანია დაძმობილებულია და სხვადასხვა პროექტებში როცა მე იქ მუშაობდი, მაშინაც გვეხმარებოდა ხოლმე ხან ტრანსპორტს გვიგზავნიდა, ხან რაღაცა გადამზადება იყო, სხვადასხვა ახალგაზრდებს უშვებდით ბიბერახში და ეხლა აი გასულ წლებში ამ ხელისუფლების პირობებში ერთ საჩუქარი გაგვიკეთეს 450 ხარის სპერმა. გამოგვიგზავნეს და რაც მოიპარეს ეხლა ერთი 50 ხარისა სამხარაულმა წაიღო იქ კიდე ვიღაცებს შეხვდათ კიდე, მაგრამ დანარჩენი თავარი ის არის რომ დანარჩენი გაუფუჭდა. ის მაცივარი სპეციალური დანადგარი რომელიც ჩამოყვა ამას იმის ჩართვა არ იცოდნენ და იმ დღეებში რაც მოასწრეს გაიტანეს და დანარჩენი გაუფუჭდა. 55 მილიონი ევრო. აუ ბიჭო, რამდენია რა არის? ისე დავაკვირდი ყველაზე მეტი ხმა შენ აიღე ამ არჩევნებზე 2020 წლის არჩევნებზე, ხო? იმიტომ რომ რამდენი ხმა აიღე დაახლოებით? 35645. ზუსტად ესე გახსოვს? კი. ანუ არავის არ აუღია მაგდენი? არა. იმიტომ დიდი რაიონი იყო შენი ახლა, თელავი არის? ხო, დიდი, მაგრამ პროცენტებშიც, მართლა ახლა პროცენტებით ისახება, პროცენტებშიც ვფიქრობ, რომ იმ პირობებში კიდე რა პირობებშიც გვიწევდა საქმიანობა და იმ გაყალბების პირობებში, რაც მოგპარეს, რაც დამრჩა, ეგ დამრჩა რა. ქონდა რაღაც საოლქოებში რაღაცები ამბები თუ არა? კი, საოლქოებში ახლა ყველგან რაღაცა დარღვევებზე იყო, რა თქმა უნდა, დარღვევები ყველგან იყო, მაგრამ ერთ საინტერესო რამე იყო. აი ამ 31 ოქტომბრის მერე ხო ოლქებში დაიწყო ჩვენი საჩივრების განხილვა. და სადღაც არ დააკმაყოფილეს არსად ჩვენი საჩივრები და მე სატელევიზიო ჩართვა უნდა მქონოდა თელავის მოედნიდან და ჩემ მეგობრებთან ერთად გავედი იქიდან და ჩავრთოდი სხვათა შორის თავარ არხს და სასეთყობა ვერ გაიგეს რა ხდებოდა, არც იქ ვიყავი, გამოვჩდი უცებ მოედანზე და სუსმა დაურეკა საოლქოში თურმე ეს საჩივრები უკვე განხილული აქვთ, უკვე არა აქვთ დაკმაყოფილებული, არც განიხილეს უბრალოდ. და ერთ-ერთი ოლქის წევრის დაბადების დღე იყო და სუფრა აქვთ გაშლილი უნდა დაიწყონ და ოლქის წევრს ურეკავს სუსი რომ სასწრაფოდ ბოტკოველი მოდისო და აბა დაიწყეს. დაბადების დღე ქონდა რა ერთ-ერთი ოლქის წევრს და თან იმასაც აღნიშნავდნენ რა მოდი ჩვენ არ განხილვას გავუმარჯოს. და დაიწყეს სირბილი გათიშეს შუქი გამოცვიდნენ კი და ეს ოლქის წევრი რომლის დაბადების დღეც იყო სუფრა კი მიიტანა გაშალა მაგრამ ტორტზე იყო რა წასული რა მოვნა შუქი გათიშულია ყველა გაიქცა თან გაიპარაშვილია გვარად ოლქის თავმჯდომარე და ნუ რაღაცა მოერგო იმას რა მოდა დაბრუნდა ეს ოლქის წევრი რომელმაც ტორტი მოიტანა და აინთო შუქი და დავხვდი მე აღარავინ არის სიგნით ესეთი იყო ისტორია. სანთელანთებული არ ქონდა და შეუბერე ხო ჩაუქრა. აი შე უკვე ჩამქრალი იყო, იმიტომ რომ სირბილით მოდიოდა და ჩაუქრა გზაში. არ უღერე happy birthday. გაია. მაგრამ თქვენი საარჩევნო დაპირება იყო ერთ-ერთი რომ
მახსოვს მიშა გამოვიდა და თქვა რომ ანუ ყურძენი ძირითადად პრობლემაა კახეთში ყურძნის ეს ნორმალურ ფასად ჩაბარება ხო და იყო ის რომ მახსოვს მე ესეთი დაპირება რომ მიშა ამბობდა რომ ჩეკები შეინახეთო ჩეკებიო და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში იმ ჩეკებს 90 აგინას ხო იყო ეს კი და მე აქტიურად ვაწარმოებდი ახლა 4-ვე რაიონში სადაც ჩემი სამაჟორიტარო ოლქი იყო აქტუალური თემაა ყურძენი რა თქმა უნდა მთლიანად კახეთში და დავდიოდი და მაგ დაპირებას ვიძლეოდი, ოღონდ რეალურ დაპირებას. ჩვენ ტყუილი არ გვითქვამს არასდროს. და ეხლა 80 თეთრი, 80 თეთრშიც 30 თეთრი იყო სუბსიდია, რასაც უხდიდნენ, ანუ და 50 თეთრს იხდიდა ქარხანა რა, ფაქტიურად ჩალის ფასი. იქ რაღაცა ცალკე მუშის ფულია საჭირო, ცალკე მანქანის ფულია, რომ ქარხნამდე მიიტანო, ერთი რეისი 250-300 ლარი უჯდებათ, მიტანა და ფაქტიურად ამ 80 თეთრიდან რა რჩებოდათ? შეიძლება 30 თეთრი, 40 თეთრიც არ დარჩებოდათ. და ის დანარჩენიც კიდე დანარჩენ ხარჯებს უნდოდა მთელი წამალი წლის განმავლობაში ყველაფერი და დავდიოდი და ვეუბნებოდი ხალხს უხსნიდი რომ აგერ 80 თეთრს ხო გაძლევენ ეს უსაქმურები და ეს მატყუარები აი 80 თეთრს გიმატებთ ჩვენ გამარჯვებისთანავე პირველივე თვეში და უხსნიდი რომ იქ მუშა გჭირდება მანქანა გჭირდება რომ მიიტანო ქარხნამდე და აქ არც მუშა გინდა არც მანქანა გინდა მიხვალ ბანკში აიღებ და ერთმა ქალმა გამაჩერა და შვილო და რაღაცა გაკვირვებული მიყურებდა და რა ხდება თქო ბანკში რომ მივალთო რიგები იქნებაო ძალიან მაგარი ანუ უკვე ის ბანკში იყო მისი გონებაში კი გონებაში ბანკში იყო უკვე და ფიქრობდა ეხლა რომ მიდიოდა ბანკში უკვე და იქ რიგი დახვდა მე უთხარი რომ ეხლა დამირეკე მეთქი და ურიგო შევიდე აღარა მაგარია ხო ერთი ეს ამიხსენი ნუ ახლა შენ სულ კახეთში გიწევს სიარული ნუ მე ჩავდივარ ხოლმე იშვიათად მაგრამ ჩავდივარ მაგრამ ეს გურჯაანი თელავის დაპირისპირება ეს ნამდვილი არის მითია თუ მოგონილია რა არის აი ნამდვილი მითია ანუ არის კი ნამდვილი მითია და რა ვიცი უფრო სუფრაზე გამოიხატება ხოლმე რა ეხლა რაღაცა გურჯაანელი რო თელაველში შეხვდება რამე ჩხუბიკი არ მოსდით მაგრამ აი ეს ისტორია გახსოვთ ალბათ და მე 1000-ნაირად გადააკეთეს, გადმოაკეთეს. ჯაჭვი რო იყო, ცოცხალი ჯაჭვი, დაწყებული 45 კილომეტრიანი ჯაჭვი იყო თელავის ცენტრიდან გურჯაანის ცენტრამდე. მე ვმუშაობდი მაშინ კახეთში, გუბერნატორის მოადგილე ვიყავი და ჩემი ორგანიზებული იყო და მე სულ მესმის რაღაცა ღადაობა მაგ თემაზე, რომ ცალხელა კაცი ჩააყენეს შუაში, რომ ხელი არ ჩამოერთვიათ. ხო და არა და რეალურად ეხლა ცალხელა კაცი არ ჩაგვიყენებია, მაგრამ მაინც ისევ ქენე რომ ახმეტელები წამოვიყვანე და ახმეტელები ჩავაყენე სოფელ კახიფარსა და აკურას შორის, რომ მაინც რაღაცა ის არ ყოფილა. კაი. ზოგადად აი კახეთთან დაკავშირებით მაინტერესებს აი სუფრა ხო? ხო აი სუფრა აი მაგალითად ნუ ეხა იქ სუფრაში ხაშლამა და მწვადი. ხო, აი ხაშლამა რა, ხაშლამის ამბავი რა. ამოხსნილი გაქვს ხაშლამის თელი ეს. კი, და სხვათა შორის თუ ეგ არიცი, ეხა არჩევნებში ვერც მიიღებ მონაწილეობას, სადღაც რო კითხვა დაგისვან, რომ აი თქვათ ქელეხში რომ მიხვალ საით უნდა დაჯდე, რომ კარგი ხაშლამა შეგხვდეს რაღაც, თუ ეგ არიცი, დაჩაგრული ხარ. ანუ რას ნიშნავს? აი ქელეხში რომ მიდიხარ, კაი ხაშლამა შეგხვდეს. აი რომ მიდიხარ ქელეხში, ეხა იქ ხო გაშლილია ესეთი რა, სეფა. ხო. და ჯერ უნდა გაიხედო ცეცხლის საითანთია რომ ხაშლამის ქვაბები საით ადგას რა და შემოლაგებული ხო და ახლოს უნდა დაჯდე რა თქმა უნდა თამადასთან უნდა დაჯდე ახლოს რომ იქ მაინც პირველი მოდის და უფრო კარგი მოდის მაგრამ იმ თამადასთანაც თავისი ადგილი აქვს რა სად უნდა დაჯდე ხა რომ გაიხედავ ცეცხლი იქითანთია ცეცხლის მხარეს არ უნდა დაჯდე ცეცხლის მოპირდაპირ მხარეს რომ პირდაპირ უყურებდე მაგრამ აი ხა ის შენ ხარ თამადა ხო თქვათ აი შენს მერე არც პირველი არ უნდა დაჯდე რა აი იმის მერე პირველი არა მეორე უნდა დაჯდე. ეხლა იქით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდე, ვერც აკონტროლებ. ხო. და ეხლა წარმოიდგინე, იქიდან წამოვიდა ხაშლამის წინი. და მოდის და ამას ხელები ეწובה თან, რა, ვისაც მოაქვს ხელი ხაშლამა მოდის. შენ ზიღარ ესე იგი თამადის ხო, და თამადის ერთი კაცი და მეორე კაცი, ხო. ეხლა უყურებ წამოვიდა და თან აქედანვე აკვირდები, როგორი ნაჭრეები მოდის, აქედანვე შეარჩი. ხო და შემოვიდა ეს და ეხლა წარმოიდგინე იქ რო ვიჯდე მე ხო იმან ხო ეგრევე მე უნდა მომაწოდოს ის და ეს ცხელი უნდა დავიჭირო და უყურო ვინ აიღებს პირველ კარგ ნაჭერს ამიტომ აქედან მიაწოდა იმას და თან ვაკვირდები ეხლა შეიძლება ცოტა გამოშტერებული მატერიალებელი იყოს და წამოვიდეს და ამას მიაწოდოს ამიტომ აქაც არ ვზივარ შანსი არ აქვს რომ მე მომაწოდოს რა ხო და
და უყურებ იმან დაიჭირა და რა თქმა უნდა პირველი იღებ სტამადა და იღებ შენ რა და მაგრამ მანამდე უნდა ნაკითხი გქონდეს რომ ის ოჯახი ჭირი სადაც არის როგორი შესაძლებლობა აქვსო თუ გაიგებ რომ ეხლა შედარებით გაჭირებული ოჯახია აუცილებლად სამი ნაჭერი მაინც უნდა გადაიღო რა რატო იცი რომ მეორეთ აღარ ჩამოივლის ხაშლამა რა ერთი ჩავლა და ხო და ერთი ჩავლა და ეხლა ორი ნაჭერი შეიძლება შეჭამო და ერთი ნაჭერი უნდა გადადო რომ მე შილაფლავში ჩაფშნა რა მოდის ყველთან ყველა აი ეს არის რა თუ ეს ტექნოლოგია არიცი მშიერი მოდიხარ კი არა დაიჩაგრები მშიერი მარტო მშიერი კა დაიჩაგრ მორალურად დაიჩაგრები ხოდა ასევე მნიშვნელოვანია კიდე მწვადის ტექნოლოგია უნდა იცოდე როდის სად როგორ რა ხაშლამას რო იღებე და აქედან მე რო უყურებ ხოდა რაც შეეხება მწვადს ეხა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია კახეთში ერთ-ერთი რა რამოდენიმე ძალიან დიდი სოფელია გავაზი და ამ გავაში ყოფილა ერთი მექანიკი გოგია ხო და მე კინოს გამშვები რა აი ადრე და მექანიკი გოგია და ეს მექანიკი გოგია ჯერ თურმე ხალხი რომ მიეზიდა კინოში ხო ეხა მაშინ ხო ძირითადად ინდური კინოები გადიოდა ხო და ხალხი რომ მიეზიდა აი მაგალითად თუ რამე ჩხუბი იყო იმაში რა ბოლომდე ჩხუბი და თავპირის მტრევა დააწერდა ხოლმე აფიშაზე და აბა ხალხი მიაწვებოდა და ანშლაგი იყო რა ხო და თუ ერთი კოცნა მაინც იყო ხოლმე რამე კოცნა მაინც იყო მიაწერდა 18 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან და აბა იქაც მიაწყდებოდა ანშლაგი რა ხო და ეს გოგია რატომ მოვაყოლე ამ გოგიას თურმე მალე თვრებოდა რა და სადმე რომ მივიდოდა სუფრაზე ეხა ჩვენთან როგორ არის კახეთში რომ ჯერ შემოდის მანამდე ბევრი რაღაცა ყაურმა რაღაცები მოდის გორის დაკვლაზე მაგალითად და ბოლოს შემოდის მწვადი ხო ეს გოგია დაიწყებდა ამ სუფრაზე სმას დათვრებოდა და მწვადს ვერასდროს ვერ ესწრებოდა რა წაიღებდნენ მიიტანდნენ სახში მწვადი არ აქონდა ნაჭამი ერთხელ ორჯერ სამჯერ და გოგია მიფიქრა რომ დაპატიჟეს რა ისევ რა გორის დაკვლაზე ზამთარია და გოგია მიფიქრა რომ მოდი ცოტა ადრე მივალო მოდი დავაგვიანებო ცოტასო რომ ხო რომ პირდაპირ მწვადს მიუსრო მწვადი ვჭამო რა და დაიგეგმა რაღაცა და მივიდა და თურმე ამ ოჯახის პატრონსაც უფიქრია რომ ეს გოგიაო მწვადსო მის დღემში ვერ აჭამსო და პირველი მწვადი შემოუტანიათ გამაზამა ამიტომ ეხა ვინც კახეთში მოხდება და არ იცის როდესაც ამ ღორის დაკვლაზე მიდიან ან რამე სუფრაზე თავიდანვე ცოტა სმა უნდა დაიწყო აი მწვადი რო შემოვა მე შეგიძლიათ დალიოთ ბოლომდე რა მაგრამ ხაშლამის ახსნა იყო გენიალური რა ანუ ეს სტრატეგია როგორ უნდა დაჯდე რომ ანუ ის მიიღო ისი მიღებას კიდე კი თორე დაიჩაგრე ესე იგი 4 შვილის მამა ხარ კი 4 შვილის მამა ოჩახსბო კი და ყველას თავისი ისა აქვს რა აი სუდიდი ბიჭი ფეხბურთელია მაგალითად მე მეორე ჩვენ გზას მიყვებავ ანუ მათემატიკოსი ეხლა კომაროვში აბარებს ეხლა პატარა საბალეტო სკოლაში სწავლობს და უფროსი გოგო არის ძალიან პოლიტიზირებული რა ესე იგი აი რამდენი წლის არის 9 წლის არის რასაც 9 წლის არის და ძალიან პოლიტიზირებული აი რომ ეცადინეობს ტელევიზორია ჩართული ერთი ყურით усმენს რა აი პოლიტიკას იქ რა შეხვედრა იყო ვინ შეხვდა რაღაცა დენიელსონი ჩამოვიდა არ კი სუზე პირადიცის და სახში რომ მივდივარ ყველაფერში ვერ ყვევი უკვე რა ესე იგი დღის თემას მარტო მეუბნება კი არა დღის თემას ესე პლაკატს აი მაგალითად ნიკას დაჭერის დღეს სახში რომ მივედი თავისუფლება ნიკა მელიას პლაკატი ეჭირა ხო აი ნებისმიერი რაღაცა აქტიური რაც არის ის პლაკატი მხდება და სახში გვაქვს ბევრი პლაკატები და სახში ჩათრეული ყავს მამა ჩემი 75 წლის კაცი ზის იმასთან ერთად რომ უნდა გაუსწოროს რა არ უნდა აწყენინოს და ესე მუდმივად მისი მხრიდან ინფორმირებული ვარ პოლიტიკაზე გადადგეს თავარჯვანია და რაღაც ისეთი პლაკატები ყველა აქტუალური თემა გამოხატულია მისი პლაკატით ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა გაქვს ბოტკოს დაგიძახებ ხა რა უჩეს ხო ესე გეძახია ხო ისიც ბოტკოს მეძახის რომელი ისა
იქით როა? იქით როა. ხო და აი ზუსტად მაგაზე მინდოდა მეთქვა რომ აი იქით რო არის თუ შეიძლება რომ ეს იქით რო არის უკვე აქეთ არის მიხდი მალე აქეთ იქნება ხო მალე არ არის უკვე აქეთ არის რა ხო და რომ დაველაპარაკოთ შეგახვედრეთ დიდი ხანი ერთმანეთი არ გინახავთ ახლობლები ხართ რაღაც ამბავი და თუ შეიძლება რომ მობძანდეთ გეპატიჟებთ მობძანდით როგორ რამდენი ხო არის ბლომად? კი და ის ამორჩეული კი არა ვენახებზე მინდა რომ კი უკვე ეს არ გასხმულია დაკავებულია ვანო მინდა იცოდეთ რომ პოდკასტი ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი ჩაობარი ჩემი ვენახები ძალიან მაგრად უვლის ისე კი არა ერთ-ერთმა გიორგიმ რომ ბართან ერთად გამოაქვეყნა ფოტო და აღლიცინ და ერი და აი გიორგი რომელიც მართლა ბარავს ძალიან მაგრადაც წამლავს და უკაცრავად ძალიან მაგრადაც წურავს რა ჯობია პოდკასტებში ქეიფს და სხვათა შორის პირველად რო გავიცანი ვანო პოდკასტი არ ვიცოდი ეროვნება იყო თუ გვარი ხო აგრევერე ეხლა მინდა ვისაუბრო ჩემი ჩამოსვლის გეგმებზე რომელსაც ვაპირებ შემოდგომაზე მაგრამ კობაკეთებ ხო თქვა ჩემზე რომ მიშა ვინ არის მიშა არის პოლიტიკურად ნულია ხო უკაცრავად ვინ ვარ მე და უკაცრავად მე ვარ ქართული პოლიტიკის ვაჟაბშაველა უკაცრავად ჩადით სიღნაღში თითქოს და სიყვარულზე გესაუბრება ავალაპარაკე სიღნაღი უკაცრავად ჩავიდეს კობახიძე ბათუმში პირდაპირ შენობები დგას და უმღერის დომინგოს ეს იმღერებს რაბათის ციხეში თუ 5 წუთი გაჭირდება საკუთარ ისტორიას გიყვება უკაცრავად მე კიევში მომივიდა ეს ხმა რომ ეს რისი ჩამომსვლელია კაი რა ესე 9 წელია წასულია და სულ ამას გაიძახის ჩამოვალ და დავამთავრებ აბათ ამ რუსულ ოლიგარქიულ ხელისუფლებას და მის ხელის ბიჭებს და მე გამოვიდეს მელაძე და თქვას საიდან ჩამოვიდა როგორ შემოვიდა და აღარ ვიდრე ვიცი როგორც უნდა შემოვიდე მოვადგები საზღვარს როგორც შემოვალ ჯერ ხორუმის ილეთები დავზურავ ხო არავინ არ მithვალ თვალებს ხორუმის ილეთებით შემდეგ შემოდის მელია ხორუმის ილეთებით პირველი დგას მელია შემოუყვებიან ყველანი როგორც შემოვლენ მე ამას გეგმებზე მე ვისაუბრებ ჩვენ ასევე ვიცი რომ როგორც კი შემოვალ რო არავინ არ შემამჩნიოს რა უნდა გავაკეთო ვიყვირებ იყვირებ რას ნიშნავს რო იყვირებ ყველა შეგამჩნდეს ვანო ერთი წუთი ვანო თავარია დრას იყვირებ რას იყვირებ დავიწყებ ყვირილს რო უსახლკარო ვარ რო ვარ უმუშევარი რო ვერ ვარჩენ ოჯახს ესეთ ადამიანებს ყურადღებას ერთად არავინ არ აქვს მოკლედ მე თუ შემოვალ ზღვიდან ზღვით შემოვალ და განსაკუთრებით ბათუმის მხრიდან მე ვიცი ვინც დამხვდება იქნება ლევან ვარშავით თუ შემოვალ აზერბაიჯანის მხრიდან ვიცი ჩემი ერთგულესი პოტკო კახეთის მხრიდან დამხვდება თუ მთიდან შემოვალ და ძალიან ბევრია და ვერ მიხვდება ზალუდუმაშვილი დამჭირდება მაღალია ბევრად უფრო კარგად ხედავს ყველაფერს ხოლო თუ ციდან ჩამოვალ აწიეთ ყველა მხლები და დაიწყეთ გალობა ახლა კი მოდი ახლა სიცილი გვერდზე გადავდოთ ახლა კი ჩემთვის ყველაზე ტკივნეულ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ ზოგადად პოტკო გრიგოლი ნახე ხო ნახე რომ მივიდე და რომ მოაწერა ხელი კი ბატონო ეს რა გააკეთა გრიგოლმა ნუ თუ ჩვენს მეგობრობას ასე წამებში გადაუსვა ხაზი რა გაწყენინიას გრიგოლ ნუ თუ იმის გამო ხარ გულგატეხილი რომ გუბაზი ჩავსვი სიაში იქნებ იმის გამო მელია რომ უფრო მიყვარდა ვიდრე შენ გრიგოლ მელია ხო პატარა იყო ამის გამო რატო უნდა მოგსულდა გული არ და გულის სიღრმეში შენი იმედი უფრო მქონდა გრიგოლ მეტიც მაგიტომაც დაგაყენი საპრეზიდენტო კანდიდატად მახსოვს ოდესიდან რომ დაგირეკე და გახარე მარტო 60 გიგაბაიტი ინტერნეტი შენ საარჩევნო კამპანიაზე დავხარჯე გრიგოლ სკაიპით ჩართვით და კიდე უამრავი ფული
დავხარჯე მაღალი სიჩქარის ინტერნეტური ყოფილიყო, რომ ჩემი კადრი არ გაჭედილიყო გრიგოლ. რა მოხდა ესეთი? რა მოხდა გრიგოლ? რა მოხდა და მე გეტყვი? რა მოხდა? და ის მოხდა რომ ამ ტვინ გამორეცხელებმა აგერიეს გორება და მიგიყვანეს და ბიძინას დაჯღაპრილი დოკუმენტზე მოგაწერინეს ხელი. თამუნა გააჭირეს, საერთოდ არ უხდებ ეხლა მას მუსიკა. შენ მოგაწერინეს ხელი იმაზე რომ ეს ქვეყანა იყოს ისეთივე დაჩმორებული როგორც არის დღეს, შენ მოგაწერინეს რომ არაშენებულიყო მესტია, შენ მოგაწერინეს რომ ლაზიკის პორტში კრუიზი არ შემოსულიყო, საერთოდ არაშენებულიყო ბათუმი. რომელი ერთი თქვა გრიგოლ? რა მოხდა გრიგოლ ეს? მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდე გრიგოლს. მიუხედავად ამ ყველაფრის. მაინც ფიქრობ რომ მე ყოველთვის მზად ვარ რომ ისევ მიგიხო. არა, ეხლა ისევ არ გამოვა. გრიგოლ რა უხერხო პარიმაში მაგდებ. გრიგოლ რა არ გამოვა. კაი მოკლედ მე ხლე გავიდი და ისევ დაგაბრუნო და მასე დავაბრუნოთ ყველა ვინც წასული. შენ გითხარი გრიგოლ. გრიგოლ ფოტო. ავიდა всё თავის გაკეთე. ფოტო. შემოსვლაზე რო გითხარი, ფორუმის ლიდერები წინ მელია იდგება. მეორე იდგები შენ. კი არ გავლაშიდები, მაგრამ თლაში აბოტერის ილეთები ჩამოსულ. კარგად. წავიდა თავისაზე წავიდნენ. ო აბა რა ეხლა მასე ყველა დავა რამდენია მსურველი უკან მომბრუნებელი. ხო, კი ბატონო, გახმები. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი გიორგი ჩემთან სტუმრად, წარმატებებს გისურვებ. მომიკითხე თელაველები, ძალიან მიყვარს. თელავი არის ქალაქი, რომელიც თბილისის მერე თელავი მიყვარს, იმიტომ რომ ბავშვობის რაღაცა პერიოდი თელავში მაქვს გატარებული. და ძალიან ესეთი ქალაქია რა, ესეთი მყუდრო და ძალიან საყვარელი. მომიკითხე ყველა, წარმატებები, გიორგი ბოტკოველი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.